საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი. სამართალმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1990-99 წლებში. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე 1990-2008 წლებში. იურისტთა მსოფლიო ასოციაციის და სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მოგესალმებით ყველას. დავზანდით. მონოგრაფიებისა და შრომების ავტორი. მათ შორის გაუფრთხილებლობის პრობლემა სისხლის სამართალში. სისხლის სამართლის კანონის თეორიული მოდელირება და სხვა. პროფესორ მინდია უგრეხელიძის აუდიტორია. ჩვენ დღევანდელი ამოცანა არის ძალიან რთული. რთულია იმიტომ, რომ ჩვენ გაგვისაზღვრეს ორი თემა სალაპარაკოდ. ერთი ეს გახლავთ სამართალი, მეორე მართლმსაჯულება. რაც მთავარია, ჩვენ მარტო ერთმანეთს კი არ ვესაუბრებით დღეს აქ, ასევე ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ტელემაყურებელს. ამიტომ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ისეთ ურთულეს თემაზე, როგორც გახლავთ სამართალი, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ისე, რომ გამოვძებნოთ რაღაც საერთო მნიშვნელი. ესე იგი, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ თვით ყველაზე უფრო რთულ საკითხებზეც კი ვილაპარაკოთ, რამდენადაც შეიძლება გასაგებად, მაგრამ არც ისე, რომ ამით, ასე ვთქვათ, არად ვაქციოთ საერთოდ თემა და მისი მნიშვნელობა. ისე როგორც ყველა სიტყვა, ცნება და ტერმინი, მათ შორის სამართალიც გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით. სხვადასხვა კონტექსტში, ზოგჯერ ხან სიმოკლისათვის და ხან მეტი სინათლისათვის საჭირო ხდება მოკლედ თქვა სამართალი. მაგრამ რა იგულისხმება ამჯერად, როცა ამ სიტყვას ან ცნებას ხმარობთ სამართალში, ეს კონტექსტის მიხედვით უნდა გაირკვეს. თუ ადამიანი სათანადოდ არ არის განსწავლული სამართლის მეცნიერებაში, შეიძლება დაიბნეს, ან შეიძლება ვერ შეცდოს ამის გაკეთება. ამიტომ მე წინასწარმე მოგეხმარებით. სიტყვა სამართალი გამოიყენება სამი მთავარი მნიშვნელობით. ერთი, სამართალი როგორც დარგი პრაქტიკული საქმიანობისა, ადამიანები მრავალ მხრივ ეწევიან თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობას და ერთ-ერთი ეს გახლავთ მათი საქმიანობა და მოღვაწეობა სამართლის სფეროში. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ჩვენ გულისხმობთ მოსამართლეს, გამომძიებელს, პროკურორს, ადვოკატს, იურისკონსულტს, გულისხმობთ ასევე მთელ რიგ სხვა შემთხვევებს, როგორც არის ომბუდსმენის საქმიანობა, ვთქვათ, პროფესორის საქმიანობა სამართლის დარგში და ასე შემდეგ. მეორე, ეს გახლავთ სამართლის მეცნიერება, ანუ სამართლის თეორია. ეს ის არის, რომელიც იმ პრაქტიკულ საქმიანობას, რაზეც უკვე მოგახსენეთ, შეისწავლის, განაზოგადებს და იქიდან გარკვეულ დასკვნებს აკეთებს. უფრო მეტიც, უბრალოდ კი არ აკეთებს გარკვეულ დასკვნებს, არამედ ამ განზოგადების შედეგად იგი შეიმუშავებს გარკვეულ რეკომენდაციებს, რათა გაუმჯობესდეს ის პრაქტიკული საქმიანობა. და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი, ეს გახლავთ სამართალი როგორც სასწავლო დისციპლინა. იმიტომ რომ ერთია შენ პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდე, მეორეა მეცნიერულად სწავლობდე საფუძვლებს იმისა, რასაც ადამიანები ამ დარგში აკეთებენ, და მესამეა ეს გადასცე შემდგომ თაობებს, რათა მათგან ჩამოყალიბდნენ ღირსეული და სრულყოფილი სპეციალისტები. ამ ერთ საკითხზე ჩვენ შევთანხმდებით. თქვენ ამიერიდან ალბათ თვითონვე მიხვდებით კონტექსტით, რომელ სამართალზეა ლაპარაკი, პრაქტიკაზე, მეცნიერებაზე თუ სასწავლო დისციპლინაზე, მაგრამ საკმარისი ეს არ არის. მართალია, ჩვენ ჯერ არ ვიცით სამართალი რა არის და აი თუ ვერ შევძლოთ ჩვენი შეხვედრის ბოლომდე გავერკვეთ, იმიტომ რომ კაცობრიობა დასაბამიდან ლამობს და ჯერ ვერ გაურკვევია, არა მგონია დღეს შევძლოთ ჩვენ ეს, მაგრამ რაღაც ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ მივახლოვდეთ. სამართალი იყოფა შიდა სამართლად და საერთაშორისო სამართლად. შიდა სამართალში იგულისხმება ყოველივე ის, რაც სამართალმა უნდა აკეთოს ქვეყნის შიგნით, სუვერენული სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ცხოვრებისა და საქმიანობის ფარგლებში.
მეორეა საერთაშორისო სამართალი, რომელიც სცილდება ერთი რომელიმე ქვეყნის ფარგლებს და გულისხმობს მოწესრიგებას ურთიერთობებისა ქვეყნებს შორის, ერებს შორის. ამ შემთხვევაში სიტყვა ერი გამოიყენება ქვეყნის მნიშვნელობით, სახელმწიფოს მნიშვნელობით. როცა ჩვენ ვამბობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, იქ რა თქმა უნდა იგულისხმება არა რომელიმე ეთნიკური კუთვნილება, არამედ იგულისხმება სახელმწიფო ქვეყანა. შეიძლება იყოს სამართალი, რომელიც განეკუთვნება საჯარო სფეროს, საჯარო სამართლის სახელწოდებით არის ცნობილი და თქვენ ალბათ ხშირად გსმენიათ ეს საჯარო სამართლის დარგია თუ კერძო სამართლის დარგია. და რა თქმა უნდა სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს ამისა, მაგრამ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელსაც იყენებენ, თუ კი იმ ურთიერთობაში, სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ერთი მხარე საჯარო ხელისუფლებაა, ასეთ შემთხვევაში გულისხმობენ, ასე ვთქვათ, საჯარო სამართალს. რაც შეეხება კერძო სამართლის დარგებს, რომლებსაც უპირატესად სამოქალაქო სამართლის ციკლი განეკუთვნება ისეთ შემთხვევებს, როდესაც კერძო ურთიერთობებია კერძო პირებს შორის. ეს კერძო პირები არ გულისხმობს მაინდა-მაინც ფიზიკურ პირს. თავარი არის ის, რომ ეს არ არის საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობა და ის არის გულისხმება. აქ შეიძლება იყოს რაღაც კორპორაცია, რაღაც გაერთიანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესამე, გახლავთ ის, რომ სამართალი განიყოფება ორ ნაწილად. ერთი ეს არის მატერიალური სფერო სამართლისა, რომელიც არსებით მხარეს განსაზღვრავს და მეორე ეს არის პროცესუალური საპროცესო სამართალი, რომელიც ძირითადად გულისხმობს რა ფორმით უნდა განხორციელდეს ის საქმიანობა, ის მოქმედებანი და ის ურთიერთობანი, რომლებიც არსებითად მოწესრიგებული არის სამართლის რომელიმე დარგით. მაგალითად, ჩვენ ვიცით მატერიალური სისხლის სამართალი და საპროცესო სისხლის სამართალი, მატერიალური სამოქალაქო სამართალი და საპროცესო სამართალი, ადმინისტრაციულ სამართალზეც თითქმის იგივე და ნებისმიერ სხვა დარგზე. ეხლა ისმება კითხვა ამ სამართლის განსაზღვრების თაობაზე. სამართალი თუ რა არის? რა თქმა უნდა, ეს არის საუკუნო ოცნება კაცობრიობისა და იმედია, რომ ჩვენ თანდათან მივახლოვდებით სასურველ შედეგს, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე ერთხმილობა ამ საკითხში მიღწეული არ არის. ამიტომ ჩვენ დიდხანს რომ არ ვიწვალოთ, ახლა შევეცადოთ, რომ დაახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ, რაზეა ლაპარაკი დღესდღეობით. მე მაგალითად პირადად იშვიათად შემხედრია დღევანდელ ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში ჩვენს პირობებში ადამიანი, რომელიც სამართალს არ განსაზღვრავდეს ისე, როგორც ჩვენ ამას მივეჩვიეთ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. წინასწარვე მოგახსენებთ, რომ ის, რასაც სამართალს უწოდებენ, განაუსწოროა. თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ სწორია, მაგრამ არასაკმარისია. და რატომ აღმოჩნდა ასეთი მედეგი და ასეთი ურყევი, ასე ვთქვათ, ეს პოზიცია ჩემთვის გაუგებარია. მე მინდა გკითხოთ, თქვენ მაგალითად დღემდე ქალბატონ ნანიკო, რა სარგებლობთ, რა ქვია, ცნებით, რომ სამართალი არის? ჩვენ გვასწავლეს, რომ სამართალი არის ნორმათა ერთობლიობა. როგორც ნორმათა ერთობლიობა. თქვენა? სამართალი არის იდეების, ღირებულებების, პრინციპების, ნორმების, კონცეპტების, დოქტრინების სისტემა და არა ერთობლიობა. ეს უკვე კარგია სისტემა თუ გასწავლეს, იმიტომ რომ ერთობლიობა არ ვარ გაქვს საკმარისია. მექანიზმების, მეთოდების, ინსტიტუტების, პროცესების საშუალებით აწესრიგებს ურთიერთობებს. კარგად უსწავლებიათ. ბექა, შენ ხარ გახსოვს? სამართალი ეს არის პოლიტიკისა და ზნეობის ნაზავი, სადაც პოლიტიკური ელემენტი არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველდღიური ყოფიერება, რომელიც წინსწრები ელემენტია, მეორე ელემენტზე, რომელიც ჩამორჩება, ეს არის ზნეობა და ამ ორი ელემენტის ნაზავი ქმნის ერთობლიობაში სამართალს. ჩვენ დიდი პროგრესი გაგვიცდია გაცა. თქვენ ხარ იტყვით რამეს? სამართალი არის ფილოსოფია წესრიგის და ჰარმონიის შესახებ, ხოლო ნორმები მისი გამოვლენა. ხო, ბრძანეთ აბა? სამართალი არის პოლიტიკის და ზნეობის ნაზავი. სადაც პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ხოლო ზნეობა უფრო წინსწრები ელემენტია პოლიტიკას, ზნეობა უფრო ჩამორჩება. მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება აღარ დამჭირდეს აქ ლექსის საკითხვა, რომ რაღაც წინსწრები ამბები ვიპოვოთ. დიდი მადლობა ბატონო იოსებ. მაგრამ რა არის, იცით, თქვენ რასაც ბრძანებთ,
იქნებ ჯობდეს რომ ასე ნუ კი ვიზამთ რომ ეგ სამართლის ცნების დეფინიციად წარმოვადგინოთ, არამედ ეგ წარმოვადგინოთ როგორც სამართლის ნორმის ან სამართლის ცნების შინაგანი სტრუქტურა. მაგრამ ცნების დეფინიცია ალბათ შეიძლება უფრო მდიდარი იყოს და უფრო სხვანაირი. აი ახლა მივაქციოთ ყურადღება. აშკარად იგრძნობა აქ სამართლის პოზიტივიზმისა და მინიმუმ ნორმატივიზმის, ასე ვთქვათ, გავლენა, რომლის მიხედვითაც სამართალი სხვა არაფერია, თუ არ გარკვეული ერთობლიობა ან სისტემა ნორმების. ჯერთი დავიწყოთ იმით, რომ როგორც კი ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის ერთობლიობა, უკვე ვწოდავთ. ვწოდავთ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, მოვაწეროთ ხელი დებულებას იმის შესახებ, რომ სამართალი არ არის მოწესრიგებული, ასე ვთქვათ, სინამდვილე და მოცემულობა. როგორც კი ჩვენ ვიტყვით, ერთობლიობა შეიძლება იყოს თქვათ ტომარაში ჩაყრილი რაღაც გარკვეული საგნების ან ნივთების სიმრავლეც. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცა წესრიგი დავინახოთ იმაში, რასაც სამართალი ქვია. იმიტომ სამართლის სისტემა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მცნებისა. სამართალი არის ლოგიკურად მოწესრიგებული სისტემა, სადაც ცნებები, იდეები, დოქტრინები, კონცეპტები, როგორც ბატონმა პაპუნამ ბრძანა, ესენი ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება არა უწესრიგოდ, არამედ გარკვეული წესით. და რახან გარკვეული წესით უკავშირდება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის სისტემა, არათუ რაღაც გროვა ცალკეული, ასე ვთქვათ, ფიგურებისა, პუნქტებისა, დებულებებისა ან მოცემულობებისა. ეს არის ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. აუცილებლად უნდა ითქვას ძალიან ხმამაღლა. თორემ თუ ეს არ ითქვა, მაშინ ჩვენ იმავდროულად იძულებული ვიქნებით მოვიწონოთ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ზოგიერთი სამართალი. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი სამართალი საქართველოში კონსტიტუციის ჩათვლით ეს არ არის სისტემა, არამედ მართლაც რომ ერთობლიობა ან გროვა რაღაც დებულებებისა, რომლებიც ერთმანეთს ყოველთვის ლოგიკურად, ასე ვთქვათ, ვერ ეთანხმებიან და ამის გამო წარმოიშვება უამრავი სირთულე, წარმოიშვება უამრავი გაუგებრობა და ზოგჯერ გროტესკულ მდგომარეობაშიც კი ვარდებით, როცა ჩვენ ვერ ვიგებთ ვინ რას უნდა მოაწეროს ხელი, ვერ ვიგებთ ვინ არის პირველი და ვინ არის მეორე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სისტემა, რომელშიც უამრავი ნაკერი არსებობს და თუ კი სადმე რაღაც გარღვევა მოხდა, თუ კი სადმე პატარა, ასე ვთქვათ, ის მოხდა მარცხი და ცარიელი ადგილი გამოჩნდა, მოხდება ყოველგვარი ლოგიკური, ასე ვთქვათ, წანამძღვრების გარეშე მისი დაკერება და ეს ნაკერი აღმოჩნდება უცებ რომ არის შეუსაბამო სხვა ნაკერთან, რომელიც უკვე მომხდარი ან საერთოდ ნაკერის არ არსებობასთან. ალბათ ვამჯობინებდი, რომ საერთოდ თავიდან დაწერილი იყო კონსტიტუცია, მით უმეტეს რომ სრულიად ახალ რელსებზე იქნა გადაყვანილი არა მარტო ჩვენი კონსტიტუციური აზროვნება, არამედ ჩვენი კონსტიტუციონალიზმი საერთოდ. როცა ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას იმისა, რომ ჩვენ უფრო დემოკრატიული უნდა გავხდეთ და უფრო დემოკრატიული ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვროთ, როცა ამის დასტურად მოგვაქვს ჩვენ რომ ასე ვთქვათ, ვარს ვამბობთ საპრეზიდენტო მოდელზე, სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და გადავდივართ საპარლამენტოზე, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ალბათ მეტი გაბედულება გვმართებს, თუ რა თქმა უნდა აღმოჩნდება ამის რესურსი. თუ ჩვენ სამართალი არ წარმოვიდგინეთ ძალიან ნათლად სტრუქტურული თვალსაზრისით, ისე რა თქმა უნდა ვერ მოვძებნით იმ საშუალებებს, რომელთაც უნდა მოვეპყრათ სამართალს. თქვენ იცით, რომ სამართლის თავისებურება ის არის, სამართლის ძალმოსილება იმაში მდგომარეობს, რომ სამართალი გაცილებით მეტად ფარავს ჩვენს ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. სამართალი ჩვენ გვიცავს, ან ზოგჯერ ჩვენს ცხოვრებას ერთგვარ ჩარჩოში აგდებ, ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ჩვენ ნორმალური ცხოვრებით ვიწყებთ ცხოვრებას. ჯერ კიდევ ფეტუსის სახით, ჯერ კიდევ ჩანასახოვანი სახით, როცა ჩვენ დედის სხეულის ნაწილი ვართ, ოდენ და თანაც ძალიან მცირე ნაწილი, სამართალი უკვე ვრცელდება ჩვენზე და აწესრიგებს, ასე ვთქვათ, მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც ჩვენს განსაკუთრებით მომავალთან არის დაკავშირებული. სამართლის მეორე პოლარული, ასე ვთქვათ, უკიდურესობა გახლავთ ის, რომ გარდაცვალების შემდეგაც სამართალი ჩვენთან არის. იგი არის მუდამ ჩვენთანამყოფელი იმ თვალსაზრისით, რომ
მე მაგალითად თუ არ ავტორი, რომელიმე წიგნისა, ან რომელიმე მუსიკალური ნაწარმოებისა, ჩემი გარდაცვალების შემდეგ მე მიუხედავად იმისა, რომ აღარა ვარ, სამართალი მიცავს და იცავს იმ არაქონებრივ, ასე ვთქვათ, ნაწილს უწინარეს ყოვლისა, რომელსაც ქვია, ასე ვთქვათ, ავტორობის უფლება, მაგრამ იცავს ქონებრივსაც, იმიტომ რომ ყოველი შემოსავალი ამ ჩემი ნაწარმოების შესრულების ან გამოცემის გამო ეკუთვნის ჩემს შთამომავლობას და არა სხვა ვინმეს და ამის გამო ძალიან ხშირად წარმოიშვება ხოლმე დაები. ესე იგი, ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც არის სამართალი, რომელიც ფარავს პრეისტორიას და პოსტისტორიულ ნაწილს ჩვენი ცხოვრებისა, აღარ ვლაპარაკობ იმ ნაწილზე, როცა ჩვენ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს შემეცნებული სრულად. იმიტომ რომ თუ ეს ასე არ იქნა, ჩვენ არ გვეცოდინება რასთან გვაქვს საქმე. როცა ზნეობრივ ელემენტზეა ლაპარაკი, აქ ის კი არ არის, რომ ყოველ ნორმაში რომელიმე მცნება 10 მცნებიდან ჩაქსოვილი. არა, აქ ლაპარაკი არის ის, რომ სამართალი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ზნეობრივ მაქსიმებს, ზნეობრივ მოთხოვნებს. თუ კი ის ეწინააღმდეგება ზნეობრივ მოთხოვნებს, მაშინ ის უბრალოდ ვეღარ იქნება სამართალი, იმიტომ რომ ეს აუცილებელი წინაპირობა არ იქნება დაცული. ეს ელემენტი სამართლის სტრუქტურაში არის კონსერვატული ელემენტი, რომელიც გვეზიდება უკან და გვაიძულებს, რომ ვიყოთ ერთგული იმისა, საიდანაც ჩვენ წარმოვსგებით. მაგრამ მარტო ამ ელემენტის წყალობით სამართალი ვერ გახდებოდა რეგულატორი ჩვენი ცხოვრებისა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამართლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება და ფუნქცია არის მოაწესრიგოს ჩვენი ცხოვრება. მოაწესრიგოს არა მარტო ის ხარვეზები, რომელიც უკვე წარმოიშვა, არამედ მოაწესრიგოს ის გაუთვალისწინებელი და მოუწესრიგებელი ურთიერთობანი, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო ცნობილი და წარმოიშვა შემდგომ. ეს შეეხება მაგალითად კოსმოსს, ეს შეეხება თქვათ მთელ რიგ სხვა საკითხებს, რომელიც შეუძლებელია გათვლილი ყოფილიყო წინასწარ, ან თქვათ ინტერნეტის წარმოშობა მთელი რიგი საკითხები, რომელიც არ შეიძლებოდა წინასწარ ყოფილიყო. მეორე ეს არის პოლიტიკური ელემენტი. ჩვენთან პოლიტიკა რაღაცა ხშირად გაიგივებული არის კლასთან ბრძოლასთან, ან და არჩევნებთან და ასე შემდეგ. აქ პოლიტიკური ელემენტის ქვეშ იგულისხმება საჭიროება, მიზანშეწონილება, ესე იგი სოციალური აუცილებლობა ან მოთხოვნილება. ამიტომ ეს ელემენტი, რომელიც უნდასმიერი კი არ არის, საჭიროების მიერია. ამიტომ ის ყოველთვის პროგრესული ნაწილია, ეს წინა ნაწილია, ეს წინ სწრები ფაქტორი არის და იმ დროს, როდესაც ჩვენ ზნეობრივი მოთხოვნები და ზნეობრივი ნორმები უკან გვეზიდებიან, ამ დროს ეს ელემენტი წინ გვწევს და გვაიძულებს მოვაწესრიგოთ ყოველივე ეს სათანადო ტექნიკით, რომელსაც საკანონმდებლო ტექნიკას ეძახიან. დაუკვირდით რა ხდება, აღმოჩნდება, რომ სამართალს საკუთარი სუბსტანცია არ გააჩნია. აღმოჩნდება, რომ სამართალი არის ნაზავი ორი სხვა ელემენტისა, ზნეობისა და პოლიტიკისა. გასაგებია რა? ეს ძალიან საინტერესო ამბავია. მაგრამ აქვე უნდა დავზინოთ, რომ მათი გაერთიანება ხდება ლოგიკით. ეს უბრალო ნაზავი კი არ არის, რომელსაც ნებისმიერი საშუალებით აურევ ერთმანეთში. არამედ იგი ძალიან კაცრი ლოგიკით არის ერთმანეთთან შერწყმული. ეს საიდან ჩანს, იცით? ეს იქიდან ჩანს, რომ როდესაც ჩვენ ცალკეულ ნორმებს და კონსტრუქციებს ვაშენებთ სამართალში, იქ განაყოველთვის 50-50-ია ზნეობისა და პოლიტიკის თანაფარდობა. ზოგჯერ ზნეობის ელემენტი ჭარბობს პოლიტიკურ ელემენტს, ზოგჯერ პოლიტიკური ელემენტი ჭარბობს ზნეობის ელემენტს და რახან ისინი ორივენი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კომბინაციაში იმყოფებიან და სხვადასხვა პროპორციაში იმყოფებიან ერთმანეთთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ეგრეთ წოდებული მზომელობითი აპარატი, ანუ ლეგიმეტრიული, ასე ვთქვათ, გაზომვები და თანაფარდობანი, რომლის გარეშე სამართალი ვერ გასცევს თავის ჭაპანს, ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. ამიტომ არის, რომ როცა ჩვენ ვეცნობით სხვადასხვა ნორმებს, ჩვენ ვნახავთ, რომ იქ თანაფარდობა ნორმის სხვადასხვა ელემენტებს შორის განაყოველთვის ერთნაირია, არამედ განსხვავებული. რახან სამართლის ნორმა და სამართალი საზოგადოდ, მისი სტრუქტურა შედგება სხვადასხვა ელემენტებისაგან, ბუნებით სრულიად სხვადასხვა ელემენტებისაგან, რომელთაგან ერთი უფრო კონსერვატულია, ხოლო მეორე კიდე წინმსწრები და უფრო ავანგარდული, თუ შეიძლება ასე ითქვას,
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის რა ჭირდება საზოგადოებას. ისე, რომ არ დაირღვას ძირითადი პრინციპები სამართლისა. ყოველთვის, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ კანონსა და სამართალზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ რახან სამართალი როგორც წესი კანონის ფორმით არის, ასე ვთქვათ, გამოხატული. ამიტომ ეს კანონი აუცილებლად უნდა წარმოვიდგინოთ ორივე მისი ელემენტის მეშვეობით. ეს არის კანონის აზრი, ანუ კანონის სული და კანონის ტექსტი. თუ ჩვენ ეს ერთი წუთით მაინც დავივიწყეთ, შეიძლება ძალიან სერიოზული შეცდომები მოგვივიდეს. რატომ? იმიტომ რომ კანონის აზრი არის მთავარი და წამყვანი მოტივი სამართლებრივ შემოქმედებაში, ხოლო კანონის ტექსტი არის ოდენ ფორმა, შენიღვა, ეს არის მისი შეფუთვა. და ამიტომ ერთ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაღაც არ გამოგვჭეს, რაღაც არ დავაშაოთ, რაღაც მოუწესრიგებელი არ დაგვრჩეს ან ცუდად არ მოვაწესრიგოთ, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს სწორად ნაგულვები და სწორად ჩაფიქრებული იდეა არ იყოს არასწორად გამოწყობილი ტანსაცმელში, ესე იგი არასწორად იყოს, ასე ვთქვათ, ტექსტუალურად ჩამოყალიბებული. ამის საშიშროება გახლავთ ძალიან დიდი. რატომ? პირველი იმიტომ, რომ როცა აზრობრივ შეცდომებზე არის ლაპარაკი, დაუკვირდით, ხომ ვიცით ჩვენ, რომ არსებობს არა მარტო საზოგადოებრივი კანონები, არამედ არსებობს კიდევ ბუნების კანონები. ახლა მაგალითად მისი გრავიტაციის კანონი, სულ სხვა კანონი ეს ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. და მაშინაც კი, როდესაც ადამიანები აყალიბებენ კანონს პარლამენტის მეშვეობით, მაგრამ ეს არის ბუნებრივი წარმოშობის უფლება, მაგალითად სიცოცხლის უფლება, მაგალითად თავისუფლების უფლება, მაგალითად საკუთრების უფლება და ასე შემდეგ, იქ ადამიანის ხელი რახან ურევია, ხოლო ადამიანი მოგეხსენებათ ცოდვილია, ცნობილია ფორმულა, რომ erare humanum est, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომა ადამიანის თანაარსია. ოდენ ღმერთი გახლავთ, ასე ვთქვათ, ის სუბსტანცია და ის სიმაღლე, სადაც ჩვენ შეცდომას არ შეიძლება ველოდეთ. დანარჩენ შემთხვევაში შეცდომა შეიძლება მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ შეცდომა აზრის მიერია, თუ ეს აზრობრივი შეცდომაა, მაშინ მისი გამოსწორება უნდა მოხდეს სხვანაირად, ხოლო თუ ეს არის ტექსტუალური შეცდომა, მაშინ მისი გამოსწორება უნდა მოხდეს სხვანაირად. აზრობრივი ხარვეზის შევსება ხდება უწინარესყოვლისა და უმეტესწილად პარლამენტის მეშვეობით, იმიტომ რომ თუ რამე გამორჩა კანონმდებელს, კანონმდებელმა ის შეიძლება შეავსოს დამატებითი, ასე ვთქვათ, ღონისძიებების სახით, ხოლო რაც შეეხება მეორე ვარიანტს ამ ხარვეზის შევსებისა, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ანალოგიის ინსტიტუტი. თქვენ იცით, რომ სამართალი მცირე გამონაკლისის გარდა, რომელიც გვხვდება სისხლის სამართალში და ისიც ნაწილობრივ, უშვებს ანალოგიას, არსებობს კანონის ანალოგია, არსებობს სამართლის ანალოგია, სამოქალაქო სამართალში ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ის, რომ ეს სამოქალაქო სამართალში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხდება, ეს არ არის გასაკვირი, რატომ? იმიტომ რომ სამოქალაქო სამართალი იმდენად ვრცელი სივრცე გახლავთ, იმხელა სფეროა, სადაც შეუძლებელი ადამიანის გონება და ფანტაზია გაწვდეს ამ ამბავს და ამიტომ იმ თავითვე არის დაშვებული, მით უმეტეს ეს კერძო სამართალი. რაც შეეხება საჯარო სამართლის ისეთ დარგს, როგორც არის სისხლის სამართალი, იქ ამ მხრივ ცოტა სხვა ვითარება. სისხლის სამართალში ზოგს გონია დღემდე, რომ ანალოგია არის აკრძალული. მართლაც აკრძალულია, მაგრამ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქმედების კრიმინალიზაციას. თუ კი სიტყვა სიტყვით და სახელდებით არ არის გამოცხადებული ესა თუ ის ქმედება დანაშაულად, არავის აქვს უფლება, რომ იგი გამოაცხადოს დანაშაულად მიმსგავსებით, მიმგვანებით, ანალოგიით. მაგრამ თუ კი არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც საჭირო არის, რომ შეუმსუბუქოთ თქვათ, ეჭვმიტანილს ბრალდებულს ან ასე ვთქვათ, დამნაშავეს მდგომარეობა, ასეთ დროს სისხლის სამართლის კანონი უშვებს ანალოგიას და სწორედ ამ ანალოგიის წესით შემოვიდა სისხლის სამართალში ბევრი ისეთი ინსტიტუტი, რომელიც მანამდე გათვალისწინებული არ იყო.
მარწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები რომ არის. იცით თქვენ ამას ინგლისურად ქვია defenses, გერმანულად ქვია თქვენ გერმანულენოვანი ბრძანდებით, ეს არის Rechtsfertigungsgründe და აი ეს შემთხვევები, რასაც ჩვენ გულისხმობთ, მარწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები არის უშვებს ანალოგიას. ასე წარმოიშვა მაგალითად მარქსზომიერი რისკის ინსტიტუტი, რომელიც ადრე არ იყო, ასე წარმოიშვა დამნაშავის შეპყრობის ინსტიტუტი, რომელიც არა მარტო ჩვენს კანონში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშიც არის გათვალისწინებული სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით. სამართლის ცნების განსაზღვრებასთან დაკავშირებით და სამართლის რაობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი. ამ თვალსაზრისით ისტორია იცნობს ძალიან საინტერესო მცდელობებს. მაგრამ მე არ მგონია იყოს იმაზე საინტერესო რამე, როგორც იყო საშინელი კრახი მარქსიზმის ამ საკითხში. როცა მე მარქსიზმის კრახზე ვლაპარაკობ და მარქსისტული ფილოსოფიის სამარცხვინო მარცხზე ამ საკითხში, თქვენ არ გეგონოთ, რომ მე ერთი წუთით უშვებ იმას, რომ მარქსი იყო რაღაც, ასე ვთქვათ, ვაგლახ მეცნიერი. რა თქმა უნდა, კარლ მარქსი არის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში და აზროვნების ისტორიაში იყო, არის და დარჩება, როგორც რაღაც თვალშეუდგამ სიმაღლეზე მდგომი მოაზროვნე. ის თითქმის ყოველ წელიწადს იმ სიაში ასეულში შედის და ალბათ ყოველთვის დარჩება, მაგრამ ეს შეეხება ძირითადად მის მოძღვრებას ეკონომიკის ნაწილში, სოციოლოგიის ნაწილში და ფილოსოფიის ნაწილში. რაც შეეხება სამართლის დარგში, მე იმაზე უფრო სასაცილო და სამარცხვინო ვიდრე მარქსისტული დებულება ვერც კი წარმომიდგენი. საერთოდ როგორ შეიძლება გაბედოს ადამიანმა დაიწყოს სამართალზე საუბარი, როცა პროლეტარიატის დიქტატურას ქადაგებს. როგორ შეიძლება დიქტატურის ცნება შეათავსო სამართალთან, რომელიც სამართლიანობისკენ მიისწრაფებს. შენ იმ თავითვე აცხადებ შენ თავს, როგორც აბსოლუტურად იმპოტენტს სამართლებრივი აზროვნების თვალსაზრისით. როგორ შეიძლება შენ ახსენო დიქტატურა, ქადაგებდე პროლეტარიატის დიქტატურას ან ნებისმიერი კლასის დიქტატურას და ამავე დროს სამართალზე და სამართლიანობის ზრუნვაზე კონდეს საუბარი. რა თქმა უნდა ეს გამორიცხული. მაგრამ განა მარტო ამით შემოიფარგლებოდა მისი ასე ვთქვათ მარცხი, რომელიც გარდუვალი აღმოჩნდა. მეორე იყო ის, რომ მან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სამართალს არ გააჩნია საკუთარი ისტორია. ვინაიდან მას მიაჩნდა, რომ სამართალი ზედნაშენური კატეგორია, რომ ბაზისი არის ეკონომიკა, სამართალი არის ზედნაშენი, ამიტომ იგი განიხილავდა სამართალსა და ეკონომიკას როგორც არგუმენტსა და ფუნქციას, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამიტომ მან მიაწეპა რაღაცნაირად, მიაბა ეს როგორც დამატება, თუ შეიძლება ასე ითქვას ეკონომიკას და დაიკარგა, ასე წარმოიშვა სამართლებრივი ნიჰილიზმი, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმე პრაქტიკული შედეგები მოყვა. საერთოდ სამართალში უნდა მოგახსენოთ, რომ არ არსებობს არც ერთი დებულება არ არსებობს და ვერც მოიგონებს ვერავინ ისეც, რომელიც პრაქტიკაზე არ გადიოდეს. სამართალში ყოველი პატარა ჩამი-ჩუმი საბოლოო ჯამში ადამიანის ბედზე, მის თავისუფლებაზე და მის უფლებებზე აისახება. არ იკმარა ესეც და მოგეხსენებათ, რომ მარქსის შემდეგი დებულება იყო ის, რომ სამართალს არ აქვს წარსული, მაგრამ სამართალს არ აქვს მომავალი. იმიტომ რომ ის ამბობდა, რომ დამყარდება კომუნიზმი და კომუნიზმის დროს ყველაფერი მოწესრიგდება როგორც წესი და რიგია, არავითარი საჭიროება არ იქნება იქ სამართლის ჩარევისა და სამართლებრივი რეგულირებისა. ადამიანები იმდენად შეგნებულებები გახდებიან, რომ თავიანთი შეგნებულობის წყალობით ზნეობრივ დონეზე მოაწესრიგებენ თავიანთ ურთიერთობებს ერთმანეთთან. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ იმ ავბედით ხანაში გვასწავლიდნენ სამართალს, გვასწავლიდნენ სრულიად უსირწყვილოდ, რომ თურმე ჩვენ ვსწავლობთ რაღაც დისციპლინას და რაღაც დარგს ადამიანური საქმიანობისა, რომელსაც არც წარსული აქვს და არც მომავალი. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამიტომ ის, რაც მოხდა, როდესაც დაინგრა ეს ყველივე და დაიშალა, ეს იყო გამოვლენა იმ დიდი მარცხისა, რა თქმა უნდა, რომელიც განიცადა უწინარესხოვლისა იდეოლოგიურად ამ ამბავს. კანონის ტექსტის ხარვეზის საკითხი. როცა კანონის ტექსტი ვერ გამოხატავს ადეკვატურად იმას, ისი თქმაც ჩაფიქრებული ქონდა კანონმდებელს, აქ უკვე გამოიყენება სულ სხვა ინსტიტუტი, არა ანალოგიის ინსტიტუტი, არამედ ვინ მიკარნახებს. ეს არის
განმარტების, მადლობელი ვარ ქალბატონ ნანიკო, ეს არის კანონის განმარტების ინსტიტუტი. ესე იგი, ჩვენ ასეთ შემთხვევაში უკვე იძულებული ვართ მივმართოთ ჰერმენევტიკას, როგორც მეცნიერებას განმარტების თაობაზე, მარტო სამართლებრივი ჰერმენევტიკა კი არ არსებობს, არამედ არსებობს ჰერმენევტიკის ისეთი დარგები, როგორც თქვა ბიოლოგიური ჰერმენევტიკა და სხვა. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს როგორ უნდა განიმარტოს, ასე ვთქვათ, კანონის ტექსტი. და აი აქ წარმოიშვება უზარმაზარი სივრცე, რომელზედაც ჩვენ დღეს ვერ შევძლებთ ყველაფერი ვთქვათ, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით. არსებობს რამდენიმე მოდალობა, რამდენიმე ვარიაცია, რამდენიმე პარადიგმა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ასეთ დროს. ერთი ეს არის ის, როდესაც კანონის ტექსტი აღმოჩნდება უფრო ვრცელი და მდიდარი ვიდრე კანონის აზრი. მეორე არის ისეთი შემთხვევა, როცა კანონის ტექსტი აღმოჩნდება უფრო ღარიბი და უფრო მცირე მოცულობით ვიდრე კანონის აზრი და მესამე, როდესაც არის თანხვედრა კანონის ტექსტსა და კანონის აზრს შორის. როცა არის თანხვედრა კანონის ტექსტსა და კანონის აზრს შორის, ანუ როცა არსებობს ადეკვატობა, როდესაც არსებობს შესაძლებლობა და ფაქტი იმისა, რომ ადეკვატურად გამოხატა ტექსტმა კანონით, ასე ვთქვათ, ნაგულვები აზრი, მაშინ არავითარი განმარტება არ გვჭირდება, კანონის გამოყენება ხდება ადვილად. მაგრამ თუ კი აღმოჩნდება ისეთი განსვლა, ისეთი დისკრეპანცია, როგორიც არის წინარე შემთხვევებში, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივმართოთ ან კანონის გამვრცობით განმარტებას, ან კანონის შეზღუდვით განმარტებას. გამვრცობითი განმარტება და შეზღუდვითი განმარტება ლიტერატურული მაგალითებით არის კარგად გამოხატული. ხშირად ამას ადარებენ პროკრუსტეს სარეცელს. მოგეხსენებათ, რომ ბერძნულ მითოლოგიაში პროკრუსტე გახლდათ კაცი, არც თუ კეთილშობილი, ასე ვთქვათ, ზრახვებით გამსვალული, რომელიც გზაჯვარედინზე იდგა, ყველა გამვლელს აჩერებდა და შემდგომ ოპერაციებს ახორციელებდა. პირველი, თუ აღმოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც იყო იმაზე უფრო გრძელი, ვიდრე მისი სარეცელი, ის დააწვენდა ამ სარეცელში და ამ ზედმეტ ნაწილს, ჭარბ ნაწილს მისი სხეულისა წარკვეთავდა. ეს იყო ერთი. მაგრამ თუ აღმოჩნდებოდა, რომ ეს კაცი იყო იმაზე მოკლე, ვიდრე, ასე ვთქვათ, ეს სარეცელი, მაშინ იწყებდა ის მის გაწელვას და მანამდე წელავდა, სანამ ამ სარეცლის ზომაზე არ დააყენებდა. ნუ ეს რა თქმა უნდა ახლა ლიტერატურული მაგალითია, მაგრამ საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ლიტერატურული მაგალითები სამართალში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს, თუ გამოიყენებთ ვრცლად ლიტერატურულ მაგალითებს, მაგრამ ზუსტად ნამდვილად მოგებული დარჩებით. მარტო ლიტერატურულ მაგალითებს კი არა. თქვათ სპორტული, ასე ვთქვათ, ასპარეზობის ნიუანსებს. მე მაგალითად თანამონაწილეობის საკითხი ძალიან რთული საკითხია და რო გამიჭირდა ამეხსნა, არაჩვეულებრივად მომეხმარა ფეხბურთის, ასე ვთქვათ, მოდელი. სადაც არსებობს, ვთქვათ, მწვრთნელი, არსებობს კაპიტანი გუნდისა, არსებობს ნახევარდაცვა, არსებობს პასი, ჩაწოდება, გოლის გატანა და ასე წარმოიშვა, ასე ვთქვათ, პარალელები აღსრულებასთან, თანააღსრულებლობასთან, შვალობით აღსრულებლობასთან და რა ვიცი, 1000 სხვა. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შეგონების გარეშეც თქვენ ამას ალბათ არაჩვეულებრივად იყენებთ. ეხლა მე მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმ კატასტროფულ მდგომარეობაზე, რომელიც უფევს ჩვენს დარგში ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. აქ არის სრული არევ-დარევა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ცნებები და ტერმინები როგორადაც არ უნდა მოვინდომოთ, რომ ასე ვთქვათ, ავიცილოთ ეს თავიდან, შეუძლებელია, რომ გავლენას არ ახდენდნენ ადამიანის თავისუფლების, ასე ვთქვათ, სფეროზე. სიტყვა, რომელსაც შენ არასწორად იხმარ, შეიძლება ხელყოფდეს ადამიანის თავისუფლებას და უფრო ვიწროდ წარმოადგენდეს იმას, ვიდრე მას ეკუთვნის და შეიძლება პირიქით იმაზე მეტს და იმაზე ჭარბად წარმოადგენდეს, ვიდრე ასე ვთქვათ, მას ეს ეკუთვნის და მისი კუთვნება არის. და გაოგნებული ვარ მე, როგორ ხდება, რომ ჩვენი ჟურნალისტები იქნებიან თუ ცალკეული, ასე ვთქვათ, პიროვნებები, ვინც სამართლის თემას ეხებიან, ასე ვაგლახად ეპყრობიან ჩვენს, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგიას. მაგალითად, ამ ბოლო დროს მე მოვისმინე ისეთი სიტყვა, როგორც არის ნასამართლეობა.
გაუგებრია საიდან აიღეს ეს სიტყვა, როცა არ არსებობს ასეთ სიტყვა, არსებობს სამართლობა. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა, როდესაც ხმარობენ ვთქვათ ექსტრადაციას. ეს იმას ნიშნავს, იმის ნაცვლად რომ იხმარონ ექსტრადიცია მაგალითად, ხო? ეს რას ნიშნავს, იცით? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი შეხვედრები და ასეთი ლექციები, ასეთი ურთიერთობებიც კი არ გვეყოფა იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. წიგნისმიერი განათლება საქართველოში არის ამჟამად თითქმის დავიწყებული. მე დიდი მადლიერებით მინდა მოიხსენიო უწმინდესისა და უნეტარესის ყველა წამოწყება და მათ შორის ის, როდესაც მან დაინახა იგრძნო ის კრახი, რომელიც დაიწყო საქართველოს სულიერებაში წიგნისმიერი განათლების უკმარისობის გამო, მართალია მარტო ამ მოწოდებებით ეს საციადვილად კი არ ხერხდება, მაგრამ ვინაიდან ის არის შეუვალი ავტორიტეტი და იგი სარგებლობს არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერით საზოგადოებაში, იქნებ ცოტა მაინც ოდნავ მაინც წაადგეს საქმეს. მე არ მგონია ახლა რომ მარტო იმაზე იყოს მიჩერებული ქართველი კაცი, როდის მოუნათლავენ შვილს, ასე ვთქვათ, პატრიარქის დონეზე. მან რა თქმა უნდა ყურად უნდა იღოს ის მოწოდებები, რომელიც პატრიარქიდან წარმოსდგება, იმიტომ რომ ყოველი მათგანი არის გათვლილი და გაანგარიშებული ქართული სულიერების პროგრესზე. და ამიტომ ეს ასე უნდა მოხდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით წამოიშლება ერთი უზარმაზარი თემა, რომელიც ჩვენს ლიტერატურაში შემიძლია გაბედულად თქვა, საერთოდ არ არის გაშუქებული. ეს არის თემა ხალხური და პროფესიული წარმოდგენები სამართალზე. საქმე ის არის, რომ ხალხური წარმოდგენები, რა თქმა უნდა, საფუძვლად უდევს შორეული წარსულიდან თუ დავიწყებთ ყოველივეს იმას, რაც სამართალში ხდება. სამართალი მნიშვნელოვანწილად არის ნაკვები და ნასაზრდოები ხალხის შემოქმედებით, ხალხის ფიქრებით, ხალხის განცდებით, ხალხის აზრებით. ამიტომ ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეპყრათ ყოველივე ამას. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ხალხის ცოდნის დონე სამართლის დარგში არ შეიძლება აღემატებოდეს იმ პროფესიონალებისას, რომლებიც დღე-დაღამეს ათენებენ და ცდილობენ, რომ ჩასწვდნენ სამართლის რაობას ისეთი საშუალებებით, როგორც არის არა მარტო საკუთრივ იურიდიული და დოგმატიკური კვლევის შედეგები, არამედ მომიჯნავე მეცნიერებათა, ასე ვთქვათ, დასკვნები. თქვენ იცით, რომ სამართალი არ შეიძლება განვითარებულიყო ასეთნაირად და აგრერიგად, თუ იგი არ იხელმძღვანელებდა და არ ისარგებლებდა ისეთი მონაცემებით, როგორც არის ფილოსოფიის მიღწევები, როგორც არის ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის მიღწევები, როგორც არის ბიოლოგიის, პედაგოგიკის, ფსიქიატრიისა და სხვა მიღწევები. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ამიტომ, როდესაც სამართალი, როგორც მეცნიერების დარგი და როგორც პრაქტიკული დარგი თუ გნებავთ დაისაჭიროებს ყოველივე ამას, გამოცდის და ემპირიული მასალით განამტკიცებს თავის დაკვირვებებს ამ დარგში, ცხადია ის არ შეიძლება შეედაროს იმას, რასაც ქართველი კაცი ამბობს, ისე დაუფიქრებლად მეტაფორულად, მაგალითად, არ ცოდნა, არ ცოდვაო. ეს არის ყოფითი სიტუაცია, რომელიც მას უადვილებს, რომ რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. მაგრამ სამართალმა არ იკმარა არ ცოდნა, არ ცოდვა და სამართალმა შეიმუშავა ძალიან დახვეწილი, ნიუანსირებული ფორმულა. კერძოდ რა? თქვენ იცით, რომ არის ძველი რომაული გამოთქმა, არ გეგონოთ, რომ მე ლათინურის დიდი მწოდნე ვიყო, მაგრამ მიყვარს ძალიან ეს გამოთქმა და ეს გამოთქმა არის ასეთი: non scire, ანუ არ ცოდნა. quod scire debemus et possumus, ძიმე, culpa est. ესე იგი არ ცოდნა, როდესაც იყო მოვალეობა და შესაძლებლობა ცოდნისა, ბრალი